მთავრობა დღეს ქუთაისში შეიკრიბა სხდომა პრემიერ-მინისტრმა გამართა. ვანო მერაბიშვილმა მინისტრებს მოსახლეობისთვის მთავრობის სამოქმედო გეგმის გაცნობა დაავალა. დასაქმება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სოფლის მეურნეობის განვითარება. ხელისუფლების წარმომადგენლები კვირის განმავლობაში შემოივლიან რეგიონებს და დეტალურად განუმარტავენ ადგილობრივებს, რას მოიცავს სამთავრობო გეგმა მეტი სარგებელი ხალხს. ისინი ადგილზე აღწერენ, რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას სოფლებში, დაათვალიერებენ საწარმოებს, შეხვდებიან დევნილებს და მიწისძვრით დაზარალებულებს. იმერეთში იგეგმება რამდენიმე საირიგაციო არხის გახსნა, ვანსა და ხარაგაულში კი საავადმყოფოების მშენებლობის დაწყება. ჩვენ ვაპირებთ კვირის ბოლომდე დავრჩეთ ქუთაისში და ჩვენი სამთავრობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დასაქმების პრობლემის მოგვარებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეს ჩვენი პროგრამა უნდა გავაცნოთ ხალხს, რომელმაც მეტი სიკეთე უნდა მიიღოს ჩვენგან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხმა იგრძნოს მეტი სარგებელი ამ მთავრობისაგან. ჩვენ უკვე გაკვეთებული გვაქვს გეგმა, თუ რომელი მინისტრი რომელ რაიონში წავა, ვის შეხვდება, რა პრიორიტეტებს დავსახავთ. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავიგოთ ის რეალური პრობლემები, რომელიც აწუხებს ხალხს რაიონებში. ჩვენ ვაპირებთ მთელი იმერეთის რეგიონის მოვლას, ყველა რაიონში, ყველა საკრებულოში. პირადად მე ან მინისტრი ან მინისტრის მოადგილე მივა და ყველა იმ პრობლემას დააფიქსირებს. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის მთავარი ამოცანა, რომ ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, იყოს ცნობილი ხალხისათვის, რათა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რას აპირებს ჩვენი მთავრობა, როგორ აპირებს გაგრძელებას. ჩვენ ვაპირებთ რამოდენიმე რაიონში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სამავადმყოფო მშენებლობის დაწყებას, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა და ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს ყველა რაიონში იქნება სამავადმყოფო. ხარაგაულში და ვანში ჩვენ ვიწყებთ ახალი სამავადმყოფო მშენებლობას და ამით პრაქტიკულად იმერეთში ჩვენ დავასრულებთ ყველა რაიონში იქნება სამავადმყოფო. ასევე ჩვენ ვიწყებთ ძალიან ბევრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საწარმოს მონახულებას. ჩვენ ვაპირებთ რამოდენიმე ირიგაციის არხის გახსნას. ჩვენ ვაპირებთ შევხვდეთ გლეხებს და მოვუყვეთ მათ, რა გეგმები გვაქვს ჩვენ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, როგორ დავეხმარებით ჩვენ გლეხებს, რათა მათ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია უცხოეთში, რათა საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე იყოს სტაბილური ფასები, რათა ჩვენმა გლეხებმა მიიღონ სარგებელი და შემოსავალი, რათა ჩვენ გლეხებს გქონდეთ სტაბილური გასაღების ბაზა, რათა მათი ბიზნესი იყოს დაცული. ჩვენ ამავე დროს ვაპირებთ ძალიან აქტიურად მუშაობას ქუთაისში, უბრალოდ დასაქმების პროგრამის თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ დაწყებულია უკვე კარდაკარი და აღწერა თითოეულ ოჯახში სამუშაოს მაძიებლის. ჩვენ აუცილებლად დევნილებს შევხვდებით რაიონში, განათლების მინისტრი აუცილებლად ჩამეუვლის იმ სკოლებს და სასწავლო დაწესებულებს, რომელსაც ჭირდება სასწავლო რეაბილიტაცია. ჩვენ წავალთ და შევხვდებით ჭიათურის მიწით დაზარალებულებს და მათთან ერთად განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მათ შეუმსუბუქოთ მდგომარეობა. ჩვენ შემოვიდით მთელ იმერეთს და გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია, რათა კორექტირები შევიტანოთ და დავგეგმოთ მომავალი წლის ბიუჯეტი, იმ წლის ბიუჯეტი, რომელშიც მთავარი პრიორიტეტები კიდევ ერთხელ ვიმეორებ იქნება დასაქმება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. რა თქმა უნდა, სხვა ყველა პრიორიტეტი კვლავაც რჩება ძალაში და სხვა პრიორიტეტი შეთვის იქნება, რა თქმა უნდა, მთავარი. დღესვე 1 საათში ყველა მინისტრი მიიღებს დავალებას და შეუდგება საკუთარი მოვალეობის შესრულებას უკვე კონკრეტულ რაიონებში.